ეხა ერთი რაღაც უნდა გითხრათ. აბა, ჩემი ნოდარი არის, ჩემი ნოდარი. ხომ მეთანხმები გია? ნუ კი. არა უნდა თქვა. ჩემი დათოს მერე. გია ასათიანია ჩვენ დღევანდელი ლაილაის სტუმარი და ძალიან გვიმადლობა გია რომ მოხვედით ჩვენთან მართლა იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არის რომ კარგი სტუმრები მოვიყვანოთ. საქართველოში ყველა კარგები არიან. ხო, მაგრამ აი კიდევ თქვენ შევთანხმდით. ეხლა გითხარით სანამ ჩაწერას დავიწყებდით რომ აი რაღაცა სხვანაირ გულწრფელობას ატარებთ რა აი რაღაცა. რაცა დამიფაროს ვინაზე უკეთესი მეგონოს ჩემი თავიო ჩემი სიტყვაზე. არ გეგონოთ მამა გაბრიელის სიტყვებია. როგორც ხაცა შენზე მეტი რომ მეგონოს ჩემი თავიო საზისღარიო უფლის თვალშიო. და მე ბაბა თქვენ დიდი მადლობა მოვესალმებით თქვენ მაყურებლებს. ძალიან კაი გადაცემა გაქვთ. ყველაზე კარგად მაქვს ნანახი ბიზნეს და ეს ერთ-ერთი სტიმულია რომ აი მეტად ამიზახონ მეთქი სიმართლეს. მართლა პირიქით გვერიდებოდა რომ რაღაცა მოკლედ მე კი ვიღაცამ კი დამიწერე ერთხელ რომ ეს დიმა ყველას იცნოსო რა და რა ვქნა ეგრე გამოდის ხოლმე მე და გია ძალიან ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობ თუ კი არც მახსოვს ზუსტად 90-იანებიდან. რუსთავეორის ჩამოყალიბდა აი 99-დან მოდი ესე ვთქვა და ბატონო გია რამდენ ტელევიზიაში კი არა და აი რამდენი ტელევიზიის ფეხზე დააყენება? ეს ზუსტად ვიცი. აბა 70. 70 ტელევიზია. მათ შორის შედის ის 8 არხის ელქის. ძალიან ხელებით მაგ აწყობილი ყველა. სადაც კალათბურთის რეპორტაჟზე სიჯდა. აი და კალათბურთი არა რა კაი ეგ მოსმენილი აი გვაქვს. რა ეხა ყველა კომენტატორი გახდა. რაღაცა მოულოდნელი იყო ჩემთვის. აი გადაწყვეტილება ეგეც გითხარით რა კალათბურთი. ჩვენ ვიმყოფებით კოსტავა 77-ში ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში. სადაც მასპინძლობთ აგერ ჩვენ სტუმრებს და შენ მიხედა შენ კომპეტენციას. რა საკვირველია მე დიდი სიამოვნებით წარვარდგენ ჩვენ მეგობარს, ჩვენ სპონსორს კომაქს. შეგიძლიათ უგემრიელესი სოსისები მიირთვათ კომაქისგან და უკომაგოთ ქართულ სპორტს და ყველაფერს ქართულს. მოდი ყველაზე ცხელი ამბი დავიწყოთ. გუში, აი ყოველთვის არის ცხოვრებაში ესეთი მომენტები, რომელიც რაღაცას ცვლის, ზოგადად სამყაროში. ერთ-ერთი ესეთი მომენტად მე მიმაჩნია ხუჭა კვარაცხელიას გამოჩენა. აი მომენტი გადავიდა ბათუმიდან, ან რუბინი კაი იმას თავიდან ბათუმიდან რუსელ ნეაპოლში და იქ რაც გააკეთა და გუში ეგრეთ ხელგულზე ეხა ეს ჩვენი გადაცემა იწერება. თამაშის მეორე დღეს, როცა კვარამ კიდე ერთი შედევრი თან ბოლოს შეიყვანეს მოედანზე. აი ხუჭაზე მაინტერესებს შენი აზრი. როცა არავინ არ იცოდა ხუჭა ვინ იყო, როცა ლოკომოტივში გადავიდა და რუბინში, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ერისთვის მოვლენა, პიროვნება, ამას დავასაბუთებ რატო? არა მარტო იმიტომ, რომ კარგი სპორტსმენია და კაი ადამიანია. არამედ ქართველი ერთსაც ამჟამად აკლია, იმის მაგალითიც არის. ეს არის მართლმადიდებლობის ზუსტი და ჭეშმარიტი შესისხორცება და მისი, ასე ვთქვათ, დარება რა, გულით და სხეულით და სულით. რასაც ხუჭა აკეთებს და დემონსტრაციას აკეთებს ყოველ და მატჩის წინ. და როგორ დაიწყო, ხო? როგორ დაიწყო რა, მამაჩემი იცნობდა ყველას აბსოლუტურად, რომ კახი ასათიანი ცნობილია ახლა. ამხელა ფიგურა იყო სპორტის მინისტრობიდან დაწყებული, როგორც ფეხბურთელი, ხო? ყიფიანის წინამორბედი იყო კახი და პასები ყიფიანმა ფაქტურად დააკოპირა, ასე ვთქვათ, კაი გაგებით. კახის დროს ხოლმე შეგაწოდე მუშაობდი 2 წელი მაგასთან. ხო, მაგარი ადამიანი. სამინისტროში ხო არ იყო ჩემი საქმე. გვერდმა აცხონოს, ხო, როგორც დაიღუპა და როგორც მოკლეს. მამაჩემი უკვე 93 წლის ასაკი იყო ახლა. მეძახის კაცო სულ უყურებდა ამ TV პლუსი მქონდა მისთვის ჩართული და სულ უყურებდა ამ ქართველების თამაშებს რუსეთში. მაშინ არ იყო ლეგიონერები ესე მასიურად ნოდარ. დიმა ხო და აი ჩემო და ლაპარაკობს ხუჭა კვარაცხელია. ნუ ხო დავინტერესდი რა, ვინ არის ეს კვარაცხელი? და პირველი თამაში რო უყურე, მაშინ ბევრმა არ იცოდა აი ეს დრიბლინგები. ლანგიდან შესვლა. ჩვენ დაძრის, წმინდა ნინოს დაძრის ზარი გვაჩუკა მისმა ბიზაშვილმა. მაგდოსო გავიგე რომ ბიზაშვილია, მქონდა ღვთისმშობლის პატარა 5 წლის ღვთისმშობელი რო ისეთი ხატი მქონდა, ეს შვეტობა. და ლაზერი, მე ხო ლაზერების სპეციალისტი ვარ. ვაჩუკი ამაზე ოღონ მიუტანება. ოღონ და უთხარი რომ ამ გზას არ გადავყრეს. და მე მგონი ეს მესეჯი ჩაოვიდა და რა ვიცი სამთავროში დაიწერა ჯვარი და ძალიან ესეთი ხო ხშირად დადის იქ მე რამდენადაც ფოტოებს მე არ ვიცნობ პირადად ამისი კეთმეთი შეხება არანაირი არ მაქვს მაგრამ მისი ყოველი გამოსვლა ყველა ოჯახში ქართულ ოჯახში არის აი ნუ დღესასწაული ასე ვთქვათ ხო გუშინაც სანამ გამოიყვანს ყარას უყურებ დავიწყებ ყურებას გაგვიხარდა წაგება რატო იცი
არა, ესე იგი, იმიტომ რომ არა, ამას რატომ არა? შეჯანჯდა. არა, ხო, არა, შეჯიბრებოდ, არა კოლეგიალობის გამო. რომ არ იყო რა პირველ ტაიმი? არა, ხო, ძიმასარია. ხო. თვითონ მორჩა იქ პროექტი PSG-ში, არ გწება ეგეში თავშილება, რა, აი, ლიგა მოიგეს, მიზანი რაც ჰქონდა და ეხლა ცოტა მოგვეცილე და არიან. და აი ეგეთ არა მორჩი ხო დაასრულეთ. შენ ვიცი მე. რა დაასრულო, კითხე და არ დააცადე პასუხი. არ დავაცადე, გაჩერდა ადამიანი და შემოხედა და მისმენს. აი ვიცი, არა, ყოველთვის შეგვიძლია ეს თემა გავა. ხო და არა, ეს მანიაკური ისინი აქვს, რომ ვერ გადავაჩვია მას. ხო და ბატონო, აი კვარა ლუის ენრიკე ესეთ მწვრთნელთან კვარას მუშაობა. აი რო გაიგეთ რომ გადადიოდა პარის სენ-ჟერმენში. ისე ზიადის ანალიზით, ესე იგი კონტემ უფრო მეტი იმუშავა კვარაზეო. ვიდრე თან ამისა იმ სამაცვლელმა კიდე ნაპოლის დროს ხარ სპალეტი საერთოდ მე იუვენტუს ბალაშიკობ უკვე პირველ ცხოვრებაში. სპალეტის გამო რა. იმიტომ რომ კაცი რომელიც მოვა სუფრაზე მოგესალმება გადაკოცეს და წამოდი იტალიის ნაკრებშიო, ჩემთან ითამაშეო. გეტყვის, ხო, ესე იგი, რა გულის პატრონი უნდა იყოს, რა მხელ ადამიანობის და რა ვიცი კიდე და ამანაც თავის ბავშვობით თავი შეახლა სპეციფიკაცია. კონტები დაიწყო რაღაც, ხოხტები. კი მართალია ძალიან დიდი პროფესიონალია კონტე. ჩემი აზრით ეხა მე ჩემს სუბიექტური აზრია. ამას ჩემს სპეციალისტები გსავსეა საქართველოს გასობა. ერიკეც მოვლენა ათაშორის აი როგორ გითხრა მან დაინახა კვარა როცა გოლი გაუტანა ესპანეთს იმ დღიდან უნდა მისი ჩამოყვანა ამას ხოშოს იშვიათად ამბობენ თვითონ ერიკე ამბობს აბა მინდა შევავსოთ თქვენი სიტყვია ხო ეს არის ფაქტი ეხა ფიზიკოსებს ყველანაირად უყურებთ ხო ექსპერიმენტატორები ვართ და ექსპერიმენტი რა არის რომ როცა რაღაც თეორია სიტყვი თუ ეს ექსპერიმენტი არ დამტკიცდა ეს არაფერი არის ხო, სიტყვებია მაგრამ ექსპერიმენტი არის რა რომ მან დაინახა პერსპექტივა მისი პოტენციალი დაინახა გუნდში მისი ადგილი. ხო არ აჭარბებს ცოტა. და ეხლა დიმა შენას თქვი, გუშინ არა აქამდე არ შემიჩნევია. აქამდე არ შემიჩნევია, მაგრამ გუშინ შეგიძლია მეც გამიჩნდა. მეც ვიაცას და ყველას. იმიტომ რომ თვითონ კვარასაც ეთყობა, შენ წეგა მეგეც ეთერის მიღმას თქვი რომ რაღაცა იმართება ამის დაუფასებლობას გზნობს სენსორებით. ოღონდ ადამიანი ეხა და ხო არა, ბევრი არ არის, იგი ბევრი მაინც შეეგუება, მაინც ემაშება. ის მერე მიდი თქვენ, აი ესეთი დუესა ეგ დეტალი ხო? დუეს დეტალი. დუე მივიდა, ჩაეხუთა და ამან ძალიან ცუდად არა, მაგრამ ესე გახედა რა. გარჩევია რომ კეთმოღლობა ყარას არჩევია. არა, ხო. მაგრამ სადღაც თავის დაფასების უნარი უნდა კონდეს. რა თქმა უნდა. და აი არა გუნდური შედარებით გასულ წელთან შედარებით, აი სად დავინახე, იცით, აი კარგად გამოჩნდა, თუნდაც ბილბაოს ატლეტიკთან როდესაც პარის სენ-ჟერმენმა ითამაშა, აი ბარკოლა კვარას მომენტიც არიელ კარში იდგა თითქმის და მან პასი არ გაუკეთა. აი რაღაც ის გუნდურობა თითქოს არ ვიცი, თითქოს აღარ ჩანს, ხო რაც იყო რა. ეს არის მისი მართლმადიდებლური ბაზისი. ტოლერანტობის მაგალითია, რომ შეეძლოს იმ სამი მომენტიდან ბილბაოსთან რო ქონდა სამივე შეიძლება დაერთხა გარში. ერთს მაინც გაიტანა, არა პასაცლება. ხო და აი ბარკოლამ არ მიცა. იქ ცარიელ კარში. ხო, არ ვიცი ეხლა მე ბარკოლა არის შურით შეპყრობილი. ხო და მაგას ვიძახ. ნაპოლიშიც ეკითხება. ხომ არ დაიწყო მაკედან გამოჩნდა. ნაპოლიშიც ეკხდებოდა რომ ეს ბაქტონიმე იყო საერთოდ ბოლოს აღარ უყურებდა. მარიო რუი ხო შეჭამეს. ხო, მარიო რუი ერთადერთი იყო, ვინც პასებს აძლევდა და ხო, ამ დროს თვითონ იძახდა, მარიო და ჩვენ ვიძახდით, რომ არ აძლევს პასებს მარიო რუიო. ხო და ამ დროს თვითონ იძახდა, მაძლევსო და ქართველები იძახდნენ არ აძლევს. და ლევან ჭედლიძე მიცით რა გითხრა მარიო რუიზე გამახსენდა, აი ჩვენ ყავდა გადაცემაში, რომ მარიო რუის ის გვანახა რა მესიჯი გამოგზავნა. ბევრად კომფორტულად გრძნობს კვარასთან ვიდრე პორტუგალიის ნაკრებში კრისტიანო რონალდუსთან. ეგ ვანახა რა ეს ხა აი ესე არ გადაუღარ გადააჭამა არა იცი რა კომფორტულად იმას ხო არ ნიშნავს რომ რონალდო არაფერია და ვინ არის აი ტიპია რა აი ადამიანია რა გუნდურად ეს უფრო თამაშობს და ბევრად ლაღი ვარ მასთანო არა მაგაზეც ხო ვილაპარაკეთ რონალდო ქალმოქმედებას როცა ადამიანი ეწევა რაც ამ ფულის პატრონი იყოს ის ყველა კაი ადამიანი არა ცუძი არ ვამბობ უბრალოდ ეს კომფორტულად რონალდო მესისაც ეხება მესიმ გადაარჩინა ის რონალდინიო ხო ის ტალანტი რონალდინოზე დიდი ტალანტი ხო ეს თვითონ მოყვა და ესე დიმაც დიმაც ქველმოქმედია პირველ როგორ ხარი მაჩუკა საკამარი
და იმის მერე დაიწყო და სულ რაღაცა მე შეხედე ერთი კამარი თქვა და იმის მერე კიდე რეები ხდებოდა. უამრავი საჩუქარი. დაჟე ეთერშიც თქვი რომ ჩემ ჩაცმულობაზე ზრუნავს და რაღაცებს ვწავ. ერთხელ კამარი დაინახა ბადონგია შემთხვევით რეპორტაჟს ვიწყედი და გავისწორი ის და მაგას ვაღიარებ. ეგრე იყო. ძაბზე იყო კამარი რა და რამდენად დაუდევარი ტიპი იყო. კამარი არიხიდა რა. ყველგანა ქუჩაში დააქვს კამრები. ძაბზე ქონდა ესე მეგობრი. აი კამარი შეხედა და მისოთხა გაახარეს ვერტი დიმასო. და კამრით გახსდა ერთი კვირის გაცნობილი იყო, კამრით გახსდა და მე ყველაფერი. თან უბრძანებ ხოლმე და ისე მჭუპ. აი ერთი რაღაც ვაკითხო მართლა რა. აი რონალდინიო ხო ახსენე ხა მე რონალდინიოზე გიждდები და ბრაზილიის ყველა სპორტ შემოგვიყვება. აი ფიქრობ. როცა რონალდინიო ხარ აეროპორტს ხრის საბუთებით რა. აი როგორ შეიძლება რომ მიხვიდე. აი რატო? როგორც პიროვნება არის დაბრეული პიროვნება. რა ეგონა გამიწევ. ახლა მილიონები შეეძლო ეშოვა და სასამართლოში ხო. აი აქედან მენტალიტეტი აქვს სხვა ეთქობა გაზრდილია. ბრაზილიაში უფრო სხვა ტიპის. წარმოიდგინე მე ვაჟო ხარ და რონალდინიო მოდის და სიმსივერო უწერია ბასმოს. მე რამდენი გადაცემაში ყვები ამას არა გაზრი მაინტერესებს აი რატო უნდა გააკეთო მართლა. არ არის ასე იგი აი თავის პატრონი ადამიანი არ არის რა ასე თქვა ეგ ცნობილია ფსიქოლოგიაში ეგეთი პიროვნებების შეფასება ნუ ეგ ადვილია მაგას პასუხისგაცემა როცა ადამიანი ამდენ ფულს იღებ შენი პროფესიიდან და ვერ აგროვებ ამ ფულს ვერ პატრონობ და ხდება ბანკროტი ხო ეს ხო მეტყველებს რომ რაღაცა მაგის ხორებაში არ აქცევს რა რაღაცებს ხო ბატონო კი ეს რამდენი პირველი თამაში გახსოვთ რომელიც ნახეთ და არა აი ფეხბურთის კომაგი უნდა გავხდერო თქვით ეგეთი კი როგორ არა 10 წლის ვიყავი მაშინ რა გითხარი რომ ხა ბავშვებთან მოდიოდა მიშა მესხი მეტრეველიც რა ვიცი ეს გახსნერდა და მიშას იარაღი უყვარდა სხვათა შორის მაშინ ის იყო და ბეზო ესახლებდა თაცმენა და იქ წლიდა ხოლმე რა და ეგ მახსოვს და ჩვენ გავდა მეზობლად იმაც არაჟუკებს ხო კარგი და გვარსახლებთ ვისაუბრო 70 წლის ჩემპიონატი მიდის აჰა და ცხოვრებული მეზობელი იყო გოგია გვარს აღარ დავასახელებ და უყურებდით ერთ ტელევიზორში ტელემეზობლები ხო და 1-0 მოუგო ურუგვაის და ბრაზილია მახსოვს და გამეორება მაშინ იშვიათობა იყო გოგი ბიზია სულ ეძინა რა გამოეპარა და აშახირებდნენ ჩვენები და ჩემი უпроსე ისენი რომ ვინც ბავშვი ვიყავი მაშინ რომ გოგია გოლი გოგია და მეორე დღეს ამ მტკიცებ და 5 მოიგო რა ჯერ უთხრე ხო და ამაზე ბიოქსია ბატონო პანტეონში თქვენ სტადიოდით ხოლმე საყურებლად ეგ რიტუალი იყო ვინახარ დადიოდა აუ ეგ რა სცენები იყო რო და რა არის მოყევი ერთი სცენა მე რაც გახსოვს ამ ბერჯერ ვიყავი ჩვენ ის საშნელი ტრაგედიაც მანდ იყო ეს მე არ მახსოვს არა ის რო ჩამოინგრა კაცო ბელგიაში ივენტოსი ეგ მანდ ვიყავით მაგ დროს მაგ უყურებდი მანქანაზე პატარა ტელევიზორი კიდე რაღაც მავთულები ჩაჭრობილა ეგ ნუ ეგ საშნელი ვარ ისე აი მაგაზე ფილმი კარგად კი ვერ ავუყავით თან ხაროზები ქონდა ხან ჩამონგრევები ხან ისენი ხან აი ძალიან ცუდი ის იყო მაგაზე ფილმია გადასაგები გადაღებული იმას თორაძის გოგის რა პანტეონის ამბები კადრები არის იქ როგორ უყურებთ და რაღაცები არის კი იქნება ოქროსპონჩიც იქნება კი არის ეგენი პირველადაც იქნება შენახული რაღაც ბევრი არის გულშემატკივრის კულტურა ეგ ახლა რასაც მიყვები ხოლმე შენ და ზოგადად ხალხებურებიან და არ იყო არა გავიგე მაგრამ იქ რომ მიდიოდით იქ იჭერდა და მთელი ამბები და ვის მოაფიქრდა ისე რომ აი აქ იჭერს და აი აქ შეიძლება თამაშის ყურები ვიღაცა შემთხვევით გაკარა იქ ეთყობა მავთული რა ვიცი ეგ არავინ არ იცის ეგ საიდან წავიდა რატომ აი მავთული არ იყო ეს დიმათ სატელიტით ვიჭერდეთ სატელიტით ხო რაღაცა მაშინ მეტია მავთულები არ ასეულობ მავთული არა მანტელი მავთულები ვიჭერეთ ბახმაროზე დინამოს თამაშებს მაღალი მასე და ნაკრებებში სიმპათიები იტალია მე იტალია იუვენტუსთან გამომდინარე ინგლისი იმიტომ რომ ლინეკერია მე მგონი ჩემ დღეს დაბადებული ისიც მანიაკია არის გარი ლინეკერი ხო დეკემბერში მე მგონი თუ არ მეშლება დაბადებული მაგის კურთხა მქონდა მწვანე არა უმბრო ხო ხო ესეთ აკადე რადიო გაიხანი ვერ გავწვით აი ეს არის ხა ინგლისი ლინეკერი არ ეწერა ინგლისის ნაკრები ხო მაგრამ ინგლისის ფეხბურთი თვითონ მე მომწონს ყოველთვის მომწონდა და სულ პრემიერ ლიგას უყურებდი არისტოკრატული აი თან ისეთი ფეხბურთელები ხო იცი ის როგორ მომწონს მე უფრო აი რუნი ფაულერი აი ბრიტანები გინდას ბესტი ეხა რაღაცებია როლანდიელი აი ეგეთი ტიპი მაკმანამანი მომწონდა
ჩალტონი და ეგენი ნუ ეხა ეგ ხო ბობი ჩალტონზე ყველა თავისი ისაკ ეხა ბევრი ბობი ჩალტონზე და აი მანჩესტერზე გახსოვს ფილმი რო გავახმოვანეთ რა მაგარი ფილმი ბავარიას რომ გამოუკაჩეს აუ რა მაგარი ფილმი იყო ის მანდიჯ და კოტე ხო გახსოვს მაგ დროს იყავი შენ იქ რუსთავში მე შემდეგი სეზონი კოტე რომელიღაც მახარაძე კაცო კოტეს მიყავდა ეგ თამაში რასამა ჩესტერი ბავარია აბა ნუ უკამს კოტეს მიყავდა და მე ყურზე დამსვა ეროსი მოყოლი მაგას ადრეს და კოტეს უთხარი რაღაც მე ეგ უარ უბერავ მე კოტეს მე რა უნდა უთხარ ეგ შეუთხარი მეთქი და აი ეგ თამაში იყო აი ეგეთი რა და სამწუხაროდ პირველი ტაიმს ვერ პოულობ კოტეს კომენტარი მეორე არის რა არის ვერ ვიპოვე ეგ რუსთავში არის არქივში მაგრამ პირველი ტაიმი ვერ ხო მაგრამ მეორე ტაიმია ხო ეგ რაღაცები ხო და მეორე ტაიმი არის თავიდან ბოლომდე და მაგარი აი ეგ არ დამოვიწყდება გია რა აი თამაშს მე ხო გამოვიდა და მე ეროსი დვალი და კოტე ერთად ჩავდიოდი ლიფტით ამდენი ხანი გრძელდება ეს ლიფტი ეხა ხო და აი იქ გაცი გამოწიო აი მე აი ხო გეუბნები იქ ისეთი შეგრძნება მქონდა რაღაცა დიდ რაღაც მოვლენასთან ერთად ჩავიარე რა აი ხო და მაგის მერე უკრაინაში წაიყვანეს დინამო კიევი ბავშვზე და დემეტრაძემ და კალაძემ ორი გოლი გაიტანა მაგ კოტეს მიყავდა და მაგან თქვა თამაშიც რომ ორივე გაიტანს და ეს ბოლო რეპორტაჟი იყო მაგისი ეგ მერე მაგ შეტევა რუსეთის თამაშს მერე იყო ეგ ვიცით ყველა და საქართველოს პოლიტიკა აი ლივშის ჩემი ჩასვლა ეს არც მითქვი არასოდეს ხო გეუბნები რა აი რაღაცა აი 17 სართული ჩავიარე კოტესთან ერთად ლიფტში მე ეს ხარდა ხელი დამიტყავდა რაღაცა ძალიან მიხარობდა აი რაღაცა კაი შეგრძნებები იყო გამახსენე მამაჩევის სიტყვები რა კოტე მახარაძის კომენტატორი უნდა იყოს და დიმო ბოლაძეცო ნო აბა რა მართლა 100% ბატონო გია თქვენ ხუბრობა იყო მაგრამ რა მართალია ეხლა თქვენ როდის აი რო შენ მოგთავაზეს კალათბურთის საყვანა აჰა გია კარგი კალათბურთის საყვანა არა კაცო ჩემი სურვილი იყო მე თვითონ თხოვე რა ჩემებს მოგერწონა პროცესი არა არისო იქ ჩემი ადგილი მაგდეს ვერც დროს და ვერც იმას არა ხო მაგრამ ის თვითონ არ გესიამოვნოთ ის პროცესი რო წაიყვანეთ კალათბურთი ხა კი მაგრამ შევხედე მე მივხვდი რომ აი დიმას ახლა იმხელა შრომატევადია და დამოლელია არა თან ნბ-თან ღამის თებერია რა შეესწორა მოგივიდეს ახლა პატამაც გამისწორა აი ეხა შეესწომებზე თუ იფიქრე მე პარი უნდა ვიყო მაშინ გადაცემას ვამბობდი სულ მატჩის მაგივრად და იგი რამდენჯერ მე და თაბათაძემ წავიყვანეთ ნიკოლოს თაბათაძე ყოველთვის მეტყოლება აქვს ძალიან ძლიერი მაგ ვიცი კი, კაი ბიჭია. აი მეტყოლებაცაა. მე ვიჭექი NBA-ზე. ზე ბაქანიძესთან ერთად დავჯექი პირველ თამაშზე ლეიკერსს. პირველ თამაშზე. ესე ეცა. არა, მე პრეცეზონი მივყავდა. ხო, ეგ იყო წინა სეზონის რუსამზადი. კიდე არ დავჯექი მე ლეიკერსზე, თორე თუ ის ლეიკერსზე ხო ვაბოდე, ხაც უყურებდი. ეხლა მეც უყურე დონჩი ჩვასა, სამაგი დუბლი გლიჯა, ხო? და მაგაშორის მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი გააკეთა გოლდესტეიტთან ეხლა ლეიკერსთან მაგრამ 14 ქულა 13 მოხსნა აგარ ხოძი არის აი მიცეს უკვე დრო და მიცეს დობა მიცეს და უბერავს მაგრა რა პიტაზე შევხვდა მე და გიორგობიანს საჯაროებში გიორგობიანს დავიც დათოს ჩემ დათოს რა ხოდა დათო მეთქი აი ეს არის ჩვენი გაალბურთელი მეთქი ნახე რა ვარსკვლავი იქნება მეთქი და მამა გაბრიელის ბროშურა მქონდა პატარა ჯიბეში რაღაცა ველაპარაკე, მაგარ მას ვიზამ და წაიღეს ატარა მეთქი. მე არ ჩუქეს, ნო. ხო და აუცე გაკურებული მიყურებდა ეხლა, ნო. რაღაცები ისეთი ნიუანსები უთხარი და თვითონაც ესეც თავის სტილი როგორ შეიცვალა და როგორი ძლიერი ის გახდა და მამუკელაშვილმა ლებრონს დაუპარა წინაზე. კი, არა. ეგეთი რამე ხდება საუკუნეში ერთხელ. ავტორიტეტებს აცნობს. ჯორდანსო ვინმე დაუპაროს, ნაკლებია ლებრონს დაპარება? არა, პირიქით უფრო ძნელია ამისი, მე მგონი ისეთი არის რა. ბატონო, მაგრამ მე ხა ჯორდანს მაიც ჯორდანი ვარ მაიც. პიტაზე რამდენჯერ? პიტაზე დაცვაში ძალიან მაგარია, გია, იქ ბლოკშოტები მაგისი და მოხსნები, ხა სპორტსმენებთან ტიპი არის ზოგადად, მაგრამ აი რო გაიხსენეთ ეგ კარგი ეპიზოდია და ქართულ სპორტსმენებთან სხვათან აი გაქვთ ხოლმე საუბარი, აი რო შეხვედრილ ხართ, აი თუნდაც რელიგიური კუთხით და ასე შემდეგ. ასეთი უშუალო სპორტსმენებთან საუბარი არ გქონია, მაგრამ ერთი ეპიზოდი შემიძლია გავიხსენო ქუთაისის ტორპედოს ეხება. როცა ეს ჩვენი გადაცემის 5-6 წლისელი იყო ეგ. ეგ თამაში ქუთაისის ტორპედო მოიგო 5-2. და მე ალბანეთში 2-1 თუ რაღაცა. საკვალიფიკაციო სიძახი. ევროპულ ტურნირებში და ხო და რა მოხდა?
დაგვირეკეს მაშინ ბათუმში ვისვენებდი მახსოვს აგვისტო იყო და იქნებო მოვიდესო სტადიონზე ხალხიო და იქნებ რაღაც ჩაგვიწეროთ რა ავდექი TV25 სტუდია გავაღე ჩემი აწყობილია ისიც ბათუმის ტელევიზია როა თხოვე ცხოვრებულ ჯემალს და მაგარი კაცი იყო მაგარი ბიზნესმენი გარდაიცვალა ღმერთო აწყობს შედიო კაცო აიღე გააკეთე რაც გინდაო და ეს ვიდეოც რომ ნახო TV25-ის საინფორმაციოს ხო ანუ გარეთ არავე არა მივმართ ახლა რას ვეუბნები რომ გავახსენე ახლა რომ შენელია ჩივაძე ისა ვინც ყიყავდა რა კოსტავა სულაკოზე ყველა ქუთათურები ხო ქუთაისის აია მოახსენია და იქ დავამატე რომ მამაო ჩვენოთი შედით ეთერში მეთქი და დიდი ანგარიშით მოიგებთ მეთქი დამეჯერეთ მეთქი და პენალი რო არ დაედო 5-1 იქნებოდა და ალბანეთში რო ჩახვალთ მე ვთხარი ამას ლაპარაკობ როგორ მე მგონი მაგ ვიდეოში არ ვამბობ იმათ უთხარი კონკრეტულად მე ვინც ამერიკა რომ ორ პენალს როგორც მინიმუმ დადებენ მეთქე დადეს დღეს რაზე გამახსენდა ეცე ერევანში ჩადიოდა ეს უკვე კითხე რა ჩვენებს ჩვენ ბუმბერას იქ პენალი იყო გამოწერილი 100%-ს გიყვები. მე ვფიქრობ რომ ნაკრების ყველა თამაშიც უნდა ჩაწეროს. დავამთავრო, არა, ეგრე არ გამოვა მეკი. ყვები ახლა უბრალოდ რა მნიშვნელობა აქვს, აი როგორც ყვარაზე ვთქვი რომ მართლმადიდებულ სულისკვეთებას კინოსპორტში აქ უზარმაზარი ძალა. კი, სხვა სპორტსმენებს შეიძლება არ არის მართლმადიდებლები და იქ თავეთი ბიზნესია. აქ სხვა არის, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ვართ ქართველები და აუცილებლად შესაძლებლია მართლმადიდებლობა ჩვენში, ხო? ეს ნიშნავს ყველაზე მეტ ტოლერანტობას, ყველაზე დიდ კაცმოყვარეობას, ყველაზე მეტ ადამიანობას, არა შეჯიბრებების პრინციპით, რომ იმაზე მეტი ვართ, არამედ თავდაბლობით, სიყვარულით. აი ეს არის ყარა. ეს იყო ჩემი მაშინდელი ჩანაწერი და მეც ვთქვი, შოქში ჩავარდი, რომ კაცო, პირველივე თამაში გამოვიდა და 5 გოლი გაიტანეს. სოფლიოზე იყო ლაპარაკი და გავალთო თქვა და წერან ისე გავატარე და ეხლა ვიზახი რომ გავალთ. თქვით ბატონი, ამ სოფლიოზე გავალთო თქვა. გავალთო ეგე ლაპარაკი. სოფლიოზე კი არა, ეხლა ევროპაზე, მედეს ევროპაზე. არა, ზოგადად ვიზახი სოფლიოზე. შენ დათვალ ცოტა ეხლა არის. მე ვიცი რომ სამი პიროვნება დავითაშვილი მიკაუტაძე და კვარაცხელია. ხო, დავითაშვილი სამივე არიან მართლმადიდებლები და ამორჩეული ყავს. ასე ვიცი, რომელმაც უნდა ეს შექმნას რა. არა, ძალიან მაგ მხრივ ბირთვი უნდა შეიქმნას და მომავალ სოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად გავალთ. ეხლა მახსენდება შემოწყობილი ჯამლეთ ხო ხაშო. ხო, ჯამლეთი. სპორტულად. მაგაცობთ, ჯამლეთი ძალიან და კალბურთის ტრანსლაციები რომ მიდიოდა აფხაზეთის ყველაზე ხო გახსოვს? კი. ეგ ხო ჩვენ მივყავდა რა, ჩემი ეს იყო სულ და ჯამლეთს მაშინ ესე ბავშვობიდან ასე ახლოს არ ვიყავი მაშინ. და გორახა მირეკავს ჩემი მაგაცი გორახაშვილი გიორგი. ხო. და შეს თამაში მიეცი ეთერში და დაშლილი მაქვს უკვე აპარატურა რა. თქვენ რამდენი ხანი დაგჭირეთ ახლა ამ საწყობაზე. წარმოიდგინე იქ რომ 8 კამერა, 5 პავტორი და მთელი დაშლილი მაქვს მეთქი და აწყე და მიეცი თამაში გთხოვო რა. და ამაწყეთ რა მე და გურამ გათიშემ. ხო გახსოვს? აი ხო, ცნობილი. ხო და ახლა კომენტატორზე რა ვქნათ? მაიცა მეთქი გადავალ ჯამლეთთან მეთქი და გვერდზე სექტორი ხო არის მე და გადავდივარ იქ. და შალოვიჩი ვთხარი. ვერ გიცანებო და გურის ბიჭი ვარ ასათე. ოხ გიაში რა გითხარი. მეთქი ესე და სად არის მიკროფონიო რა. ესე ბოშმაჟო, ოი. ბაცალე არ დამთავრები. მოდივარ ბიჭო მე და ეს სამინისტროს ხალხი. ბიჭო ვარძელაშვილი იყო და სასწავლი. უშვებენ სპორტ სასახლეა. როგორ? ესე დაცალეო და ვაფშე კომენტატორობაზე ვაგდებდნენ რა. რატო? ახალგაზრდები გვინდა, ხო იცი მაშინ რა პერიოდი იყო. არა, ხო. ამას ხვები 2007-8 წელი და რაღაცა ესეთი იყო. მითხრა ეს. რომ იქნებო რაღაცაო, დამეხმარაო რა, დავცლე. ავედი ხა უვარდი ამათ. და იქ ისე იყო საქმე დაყენებული რომ მე რაღაცას წყვეტავდი იქ, იმიტომ რომ მაშინ ტექნიკა ყველა მესი არ იცოდა როგორც ეხა ყველა მესის. და ეს ნოუხავები ხელში მქონდა და ამით ან ჯამლეთი დარჩება და გააგრძელებს, ან მე მივდივარ მეთქი საერთოდ აფხაზეთის ყვინა და ყველა მეთქი. და გორეხავი იბრძოლა მოკლედ და გადაწყდა ყველაფერი მოვდივარ და ზის არენის პროცესის არენის ქვედა კიბეზე რა მივედი ესეთ იმა და დაღლილი დაკაცო და თავი ჩამოვა და მხარზე მეგო რა ქენიო სარაბე ცოცხალი ვარ მე ვთხარი შალოში აქედან შენ ვერ გაგიყვას ისე
და ჟენეტიში ბოდიში და რაღა ბოდიში, შერმადინის ყველაფერს წარმოჩენის ამბავში და რა შერმადინის მაგის გასწრილია. არა მაგან შერმადინი ხო იპოვა სადღაც საუბრებში წამოიყვანა და პატარა დარბაზში მაკაბის აი სპორტ სასახლის უკან მე და შერმადინი და მაგის ძმა და ერთად ვარჯიშობდნენ. რას ლავარა? მე ნოტარ ხორქი ავარჩევდა და იქ ჩვენ თვალწი ხდებოდა ეს ყველაფერი რა. აი მართლა და სად გაფრინდა ტიპი გიორგი დო. აბა. ისე მას მიაღწია წარმოიდგინე ეხლაც MVP-ს წურის საუკეთესო, იმის საუკეთესო, ის საუკეთესო გადარეული ვარ და აი ამასაკში თან მაგარი მიწია რა. ისე იმდენად გამლეტას ეძახი რა. იმ და არა ეგრეა ყველა ეგრეა. ისე და ამის გამო ლოცვაში მე დამლეთს ვიხსენიებ, უკვე თუ შეიძლება მასზე ლოცვა. არა არ ტოვებ მაინც რა. იმდენად კეთილი ადამიანი იყო. და არ წინდა პაროდიები, მე მახსოვს. ეხლა ჯამლეთ სპეციფიური ხმა ხო ქონდა. ეხლა გემური ქონდა მაგარი. ეხლა მე გეტყვი ბატონ გია, ორი ოფისი ქონდა, მე მუშაობდი რადიო ჯაკოში და სპორტ სასახლე და დიახ, მან დავიწყე თავი. სასახლეს უკან. კი, სპორტ სასახლე, ჯერ სპორტის სასახლე. გახიდდა. ხო, მაგრამ სპორტ სასახლეში მომიწია და მე აქ პარლამენტარიც ქონდა ოფისი. პარლამენტანაც ქონდა, მანდაც უყავ ცოტა. ხო და ეს ერთმანეთს ვეხუმრებოდით ხოლმე თანამშრომლები რომ დაარეკავდა გესმენ პაროდია მირეკავს რა რომ რაღაც გავმაზეთ უხეშად რო თქვა კალათბურთის ნიუსი ეთერში მე ვაცხადებდი ხო გავმაზეთ თან კალათბურთი გამაზე ჯამლეტ და დარეკა ჯამლეტმა და მე მგონია რომ ვიღაცა რეკავს თანამშრომელი და მეღადავება სიმსივე რატო არ გავუშვი და კაი რომელი ხარ მეთქი რას მეღადავები ეხა მითხარი რა და ჯამლეტია რატმის კამპოტი მეთქი და დაუკიდე რა და გავიხედე ვინც პაროდიებს ვაკეთებდით ყველა ამ ოთახში ვართ ვაიმე მეთქი ჯამლეტა ცოტა ხანში კიდე ზარია და გისვეთ ბატონო ჯამლეტ მეთქი აუ უკაცრავად ბოდიშები აი მთელი პროზა არა უშავს გამოსწორებადი აი ყველაფერი არ ეწყინა არა და კიდევ კარგი რაღაცა სხვა ცუდია ვთქვი რა სხვა ცუდი რა უნდა გეტყვი აი მაგალითად ჩენი ნაცარბოები და ეს გია მესაუბრა და ცოტა შთაგონებული გავიდა იქიდან მაგიდან დავიწყებ ნელ-ნელა შეგიძლია გიბრძანებ კითხვა და მე მინდა დავაფიქსიროთ ეთერში რომ დიმა დამპირდა რომ ესე იგი კინებას ამოშანთავდა და სიგარეტს დავსდა არ ვეცდებით ხო თქვი არაფერი მეც ვიყავი რომ ეს მნიშვნელოვანია დავაიქეთ და გამოიწერეთ ლაილაის YouTube არხი. რა გავაკეთო ეცდები. ჯიგრები ხართ, მადლობა. ეს რატომ მეცახელა შტეკერა? აი რა. რატო თქვა ზორი სიტყვით თუ უნდა თუ არა გავაკეთო. ადამიანმა თქვა ადრე. იცით რა არის, ხა მაგას გადავფარავ ერთ-ერთ პოდკასტშიც ვთქვი ეგა. მე იყო სკოლის რაღაცა ასოციაცია რომელიც გამახსენდა იმ ძიმეკაცთან ინტერვიუსთან და მაშინ რაღაც ანსამბლი ქონდა და სულ ამ შტეკერებს რასაც ქვია იმათ შლირი ვაწყობდი ვაპაიკებდი აქედან წამოვიდა მაგრამ ძალიან მოკლე ხანი იყო და მე თვითონ გამეკვირდა რატო ვახსენე ეს მაშინ ხო და მოეწონა ხალხს ვერე და აიტაცო ხო ხალხს ხაშოს მოწონთ თუ ადამიანი ცოტათი მაინც ოდნავ-ცნობადია რომ რაღაც დააკნინონ ან დასინონ და ეხლა მაშინ აი სხვა მეორე მეცახელსაც ვეთქვი რაღაც სპორტული განათლება და ძალიან უხდება ამას რასაც უნივერსიტეტში მეძახდნენ ფიზიკის ფაკულტეტზე მეძახდნენ ფიზიკის ჯორდანს აი ის არის გიჟი ეს არ მინდოდა მეთქვა არა რა თქმა უნდა რატო არ უნდა თქვა ძალიან კარგი არა იმდენ რომ ამოვიდა ეს ვენ დაავაგარი მოდი მაგაზე გადაერთეთ ეხა ფიზიკის ჯორდანი ფიზიკის ჯორდანი აი ყველა დროის მოდი თქვი ბარებ რახან კალათბურთზე აქ არის კითხვა რომ NBA-ს კალათბურთი ყავს და ყველა დროის საუკეთესო შენთვის ნუ ახლა არა ძნელია ვიცი მაგრამ დიმას გარდა რა თქმა უნდა სამი კაი პირველი მაშინ ნუ ახლა პირველი მაინც ჯორდანია კობი და ლებრონი ხა დაარჩევს ახლა არა ბევრი იყო კაცო მან დამორჩევა ეს ეხლა განსხვავება ეს არის ლებრონისგან მაგალითად კობი ფაქტურად კალკასავით იყო ჯორდანი ძალიან გავს წილით კი კი რომელი ვიდეო კოლაჟია როცა მეყოლები დაჩვენებენ მოძრაობები ერთნაირი კი ეს უფრო ატლეტურია მაგრამ ამან ბოქსთა რეკორდები ყველა ძალიან ჯამი და რამდენ გუნდში და 13 ფინალში გავიდა თან სამილიონებს და ჯორდანს უქმნიდნენ სულ გარემოს ხო მაგრამ სამაგიეროთის გუნდი ჯორდანის ლეგენდარული 6 ჩემპიონი შეადარო ამის გვერდზე რო დაუყენო შეადარო ამას ალბათ უფრო მაგრები ყავდა გვერდით რა მაგრამ ვის ლებრონს არა რომ ვისთანა ვინც ყავდა იმ თან
მოწინააღმდეგეების ის ყავდა რთული. ხო, ეხლა იმან იუტა ორჯერ გადავა. იუტას და მანამდე ჯორდანს. უნდა იყო, ბიჭო, აი მელოუნის და მანამდე 91 წლამდე როგორ უჭერდა ჯორდანს. ნუ კი. დაფრინავდა, სასწაულებს აკეთებდა, მაგრამ ფინალს უაგებდა. აი როდმანი პიპენი, აი კუკოჩმას რა მაგარი სეზონები ჩაატარა. ვინა? კუკოჩმა. ხო, კი. შიკაგოს მოერგო კუჩის ფენომენია რაცაც. სერბები მაგრებიან რატო? მართლმადებლები არიან. მოდი ბატონო გიო, ვეთამაშოთ ერთხელ მე და შენ, მე და თქვენ ვეთამაშოთ დიმას 2-1-ზე კალათბურთი. ცალფარა. 2-1-ზე ბარ ჩემთან წაგებული აქვს. ფიზიკურად? ცალფარა. ჩემთან წაგებული აქვს, ბიჭო, ამას თავს მოაკლევიდი ესე. აგი ყველასთვის ცნობილია და ეგ მე რა პონტია ეგ ვაფშე რა. აი ხო, აი რა გინდა ლაივში ვითამაშოთ ერთხელ რომ 60 დამთავრდეს. დამთავრდეს კი ბატონო. მეჭიდავება რა. აი ესეთ რამეს თუ მოიგრო და მაგიდის ტენისში შანსი რა აქვს. მოგაფიქრე? იმიტომ რომ სულ ყოველთვის ამბობს რომ არ მოგიგია და ერთხელ მოხდა სასწაული და მოუგე. 10-9. მე რა 10-9 ფორა 9 ქონდა ბიჭო და ერთი ბურთი ჩააგდე ბიჭო. დაწყრე. არა ეგრე. რა ქონდა ფორა და ერთი ბურთი ჩააგდო გია შენ. არა მე 10-9 მომიგო. ყველაზე ცუდი. 10-0 მოუგე. ყველაზე ცუდი. აი სისულელია რა ეხა. შეკავაგდე როდის დაამუხამა. დიმა მომწამლა დიმამ. შენი დატო თუ ჩვენიც. მე ვასხე. ხო. აუ ისე ბატონო. შენი დატო თუ ჩვენი. დათოზე სუის მახსენდება რა. ფილმზე აი ის კარგი ისტორია მე როგორც ვიცი რა მსმენია. აი ეს ფილმზე ანტიმოსი ვერიელი თამაშობს. თამაშობ არ თამაშობ. არა, რაღაც არ ყოფილა რა, კარგი თამაშიაო. ხო, ნუ მან რაც რატო გეგმო? ეთერში რა ჩავს? არა, ბაქუთასთან იყო რაღაც დაკავშირებული, ვერ ვიხსენებ სულ. ხო არა, არა, თავდაჯერებულია უნდა ითამაშა და ისა რა ქვია. ხო, რატომღაც გია კაცე, თორე ამოჭრიან ეხლა. ეგეც მაგარი ფრაზა იყო. დათო ამოჭრიან ეხლა. გითხრა არ ადარდებდა რომ ამოჭრიდან. შოუ იყო. რას ნიშნავს შოუ? გადაცემა შოუ, აი გავდით თუ არაფერი. არა, რასულელია. არა, რა თქმა უნდა. ეგა მთელი ხიბლი. ხო, მეც თვითონაც ხა მე მინდა მიმართო კატეგორიას გარკვეულ ვინც გვიყურებს, რომ ეხლა დაიწყო ხელმეორედ ამ ქოუბების. ძალიან ბევრი ითხოვს დაბრუნება. დაიწყო, ხო. და მე კატეგორიულად ვთხოვ, ჯერჯერობით ვთხოვ, რომ არა აქვს უფლება, აი ეს საავტორო გადაცემები იქიდან ამონალების და ქოუბების გაკეთების უფლება არავის არ აქვს და სამართლებრივად სანამ დავიწყებ ამის მიდევნებას, ასე ვთქვათ, ჯობია დაანებოთ თავი. იმიტომ რომ ის ფორმატი რა ფორმატიშაც ესენი აკეთებენ მე წინააღმდეგი არ ვარ რომ ყველა ფული გააკეთოს და რაც შეიძლება მონეტარიზაცია იქნება თუ მეტი დახვევით მაგის წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ გააკეთონ მაშინ ისე როგორც ეკადრება ადამიანს და არ იყოს ხო ეს დამაკნინებელი დამამცირებელი ხო რა არის ხლა ანტონას გიორგობიანს რომელიც რა თქმა უნდა ბევრ იმაში აგივე ადამიანები გაგებით ეგეთ მე მიკვირდა როგორც პასუხის მაძლევდა ხოლმე და ვითვენდი ამას მაგრამ იმდენად აღარ ვართ ერთად ხო თორე იყო ბევრი გაუგებარი ნიუანსი მაგალითად ესეთ რაღაცა რომ ქრისტეს ჯვარცმის დროსო კარს თამაშობდნენო ისინიო ნანახი მოგშეგო ხო რომელი ჯარისკაცებია და ყორახაც მომწერს დათო მე ბიჭო მეთქარ წიგნი არ წაუკითხიაო ამასო რატომ მეთქიდა არ იყო კარტი მე-9 საუკუნეში ამოვიდა ბანკოვერება კარტი იცი რა არის როდესაც 3 საათი ზიხარ ეთერში ლაპარაკობ არაქცევ ყურადღებას მიმიკებს რა გარკვეულ პრესკურანტ ბჭყალებში ასე თქვა თუ რა უნდა ილაპარაკო და როგორ უნდა დადო ხოლმე და ლაპარაკობ გულღიად გულწრფელად ხო ყოველთვის ეს იწვევს რაღაც სხვანაირ აქმას, ეგ 5 წლის გამოცდილებით გეუბნებით. ის პათოლოგი რაც იყო მე შემეძლო ფულად მეკცია, გამეპიარებინა, იმიტომ რომ მარკ ტვენის გამოთქვა რა ყველა პიარია ნეკროლოგის გარდა ხო რა. უარყოფითი პიარიც პიარია. მაგრამ შეგნებულად ეს გავაჩერე. და ვინც მიყურებთ ახლა, ვინც ვიცნობს, ხო, ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ვარ ის ადამიანი, რომ ვიღაცა მაგეს და რაღაც ასაცილოდ გამოიყენოს რა. არა, გია ხა მაგაზე. დამცინო მხოლოდ ოღონდ ქრისტეს გულისთვის. თავს დავიმცინო და წავალ სიკვდილზე ქრისტეს გულისთვის. სხვა ადამიანის გულისთვის, შეიძლება ადამიანის გულისთვის სიცხლე დავდოს ისევ მეგობრისთვის. ჯობია ამაზე ვიფიქროთ, ვიდრე დრო დახარჯოთ გავს რაღაცეებში. ბატონო, კი აუცილებლად უნდა ვთქვა რა,
დაელოდეთ შემდეგ გადაცემას, ბატონი გიას გადაცემას. მე ლექსი ჩამიგდო ლადო ასათიანის საქართველოს, სადაც აი იმ ლექსის თამამად ვიტყვი, ჩვენ გარეთ ვისაუბრეთ, იმ ლექსის ქვეტექსტები არის აი ესე ლანგრით მირთმეული მკითხველისათვის. მე არ წავიკითხავ, იმიტომ რომ მე თქვენთან ერთად გავიარე და ის გადაცემაში უნდა გაჟღერდესო მითხარით და შეგიძლიათ მოусმინოთ და გეტყვით როდის იქნება რა ქვია სასופველი. სასופველი, ხო, ლადო ასათიანის ლექსი საქართველოს, მაგრამ იმ საქართველოს ქვეტექსტები, რაც ჩამიგდო. ბოლო კუპლეტი წაიგეთ. ბოლო კუპლეტი წავიკითხო? წაიგეთ. რადგან ბოროტია ჯერ ლადოსი მერე რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაზე, დაიმბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. ეს არის ლადო ასათიანის ცნობილი ლექსი, იცით? და ბატონი გიას აი ეს ქვეტექსტები, რაც წაიკითხა ამ ლექსიდან, რადგან ბოროტი ასე ნავარდობს, ცოდვით სიკვდილის კარნი დარაზეთ და იმ სანუკვარ დღეს გაუმარჯოს, როცა ვცხონდებით იმ ქვეყანაზე. და შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე მთლიანად უკვე შემდეგ გადაცემაში, როდის იქნება ამას კიდე წავიკითხო? რა, ვარენ რა. წაიკითხეთ. მაშინ თქვენია? თქვენ წაიკითხეთ. ვარენ რა. აღვი ბატონი გია. ჯერ ლადოს კუპლეტს წავიკითხო, შემდეგ თვალე არ ჭირდება. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ეხა სასופველი. სასופველისთვის დაბადებულნი ჩვენ შემდეგ მუდამ წუხდით ამაზე. თუ კი გავჩენმა მსგავსად გვაჩინა, მაშ რა დავკარგეთ ეს სილამაზე? ლადო თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოხვდეს ერთი იმედით, სიცოცხლე მარად გაგრძელდეს, ქვეყნად და განმეორდეს. გია თავს მოიკლავს ქართველი, მაგრამ ის შეიძლება ქრისტესთვის მოხვდეს ერთი იმედით, სულია მარად და ის იმ ქვეყნად სითქმოში მოხვდეს. ლადო, საქართველოში როცა გვდებოდნენ უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. გია როცა ქართველი ომში გვდებოდნენ უფრო და მხოლოდ წუხდნენ ამაზე, ნეტავ ერთხელ მაინც გვანახა სამოთხის არსი და სილამაზე. ლადო, ჩვენ ვაშკაცობა ძველთაგან მოგდებს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვხვდეთ, მაგრამ არც მაშინ ტოვებთ სიცოცხლეს. გია, ჩვენ სიყვარული არსიდან მოგდგამს, მთელ სამყაროში ეს შეითვისეს, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვხვდეთ, მაგრამ არც მაშინ არ ტოვებთ ქრისტეს. და ბოლოს რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზე და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. რადგან ბოროტი ასე ნავარდობს, ცოდვით სიკვდილის კარნი დარაზეთ და იმ სანუკვარ დღეს გაუმარჯოს, როცა ცხონდებით იმ ქვეყანაზე. ყველას გისურვებთ ცხონებას, ექსკლუზიურად ჩვენთან გაჟღერდა. იმიტომ რომ მე მახსოვს გარეთ მითხარით რომ ამას საინტერესო ის არის თვითონ ეხა მაგას მიმდინარეობა და ახსნა თვითონ ლექსის აი ყველაფრის და შინაარსის და ქვეტექსტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რეინკარნაცია საერთოდ აი განმეორდეს ბავშვობა, არასწორი ეს არის აკრძალული მართლმადიდებლური კუთხით, იმიტომ რომ ერთხელ მოდის, ერთხელ ვინათლებით და ერთხელ ცხონდებით. სიკვდილი როგორც თვალი დახუჭა გაახილო ნუგეშინიათ მამა გაბრიელი. გვასწავლი და გეშინოდეთ განკითხვის, რომელიც ეგრევე მოდის, იქ დრო აღარ არის. უფალთან დრო არ არის, ხო? დრო რა არის? დრო არის ასე იგი წარსულის აწყოში გადასვლის უცხოეთი პროცესი. მანძილი გაყოფილი სიჩქარეზე, ხო? შესაბამისად მოძრაობის პარამეტრული აღწერაა. დრო არ არსებობს. არსებობს მოძრაობა და ჩვენ ამ მოძრაობას აღვიქვამთ დროის ასეთი ფუნქციით და სული მაშინვე გზნობს რა ელოდება თურმე. და გეშინოდეთო მაგისი რომ იქ უკვე მონალიების უნარი ჩვენ არ გვექნება. რაც სოდები გაქვს განკითხვის დროს თუ აქედან არ მოგვეხმარა არავინ დედამიწიდან გამორიცხულია ჯერისუფლის. მე ვიხსენებ კიდე ხა ის აბსურდულ კითხვებს ვსვავდნენ ხოლმე. მაგალითად სერიოზულად შევიდე თავი რომ რაღაცა ისე ბრავო, აი არ ბრაზდება. არა, ერთი ოჯახი კი არის გამოსული წობიდან. ხო, ისე ერთხელ მახსოვს პასტარო დააგდო. არა, მართლა აბსურდულ კითხვებს ვსვავდნენ და თქვენ სერიოზულად შევიდით პასუხს და თან ერთმანეთს ეკამათებოდით. აი ხა ჩემო მეუღლემ ძალიან ვთხოვა რომ თავზე ასე არის საუბრო მაგ კითხვაზე. არა, მაგაზე არა, ზოგადად. არა, მე მაინც ვისაუბრებ, რატო გეტყვი? რა გინდა? უყურე, ჩვენ გულწრფელად მივიღეთ ახლა 1000 ოპერაცია კეთდება, გულსაცინერ გავერნ. ყველაფერს აკეთება, ხო? დღეს მით უმეტეს უნდა. როდესაც არსებობს ორი სხვადასხვა სახის აი ესეთი ისტორიული პრედისტორია. ეს არის ლევან უჭანიშვილი, გორან პანჯიკიძე. ჩემი დეშვის ნათლია ლევანი.
გოგარაჩას როლის შემსრულებელი. გოგარაჩას როლის შემსრულებელი. პროფესორის როლს ასრულებს ქურდის ტვინი გადაუშვი. გურამ პანჯიკიძემ დაარეხა ფანტასტიკაა თუ რა არის ხო? ხალხი კითხულობს ამას და რეალურად ფილმებს იღებენ. მეორე პროფესორ დოველის თავი დასერჩით ეგ გუგლში. და ბესტსელერია 60-იან წლების. თავი დევს რაღაც იმაზე მოწყობილ ფრაზა გამჭვირვალე შლანგებიანი მოწყობილობას და ხალხი ამას უსმენს და ის იმაზე თუ არ იცინი შედაროც რომ მე თუ დავიწყებ ჟელობას სული თავი თუ ცოცხალია სული გადადის რა არის აქ დასაცილი არა გასაცილი არ არის იასტე არ მოხდება ხო თავს რომ მოაჭრე ხა ამ დონის ის ხო არა ხარ ადამიანი რომ ვერ მიხდე რომ თავს რომ მოაჭრები ხო ეს რა თქმა თუ გააცოცხლე დამოთავრები დიდი ხო არა არ მინდა რომ მეუღრებას თხოვა თან და არ მინდა რომ ზოგან განავრცო ესმის მადლობა ამისთვის მაგრამ დამთავრდეს რა ეს მომენტი იმიტომ რომ ხარაც ეპიცენტრში ვარ და საერთოდ არ მინდა კი ბატონო პირველი ხარ ეთერში ხარჯავს ვაპირებდი ჩემით მეთქვა ეს ხო და არ შეიძლება ასე აღრევა ესე იგი შეხედულებების მენტალიტეტების და ასე თავისთავად გეგონოს ვიღაცა იმიტომ რომ ჯერ ადამიანზე რო ლაპარაკობ უნდა მისი ბიოგრაფია ნახო შეაფასო შეისწავლო და მერე უნდა გამოიტანო დასკვნა და როცა ადამიანს ხედავ ეთერში ისეთ შეიძლება ისეთ სისულელე ცხოვრებაში ისეთ სისულელები ნახო იგივე კოტე მაყარაძის ესე რომ გაჩვენო მე შავი რაღაცები არქივში ხო ვარ დამშევარ ვიცარდი ხოლმე პირველზე თავმჯდომარის მოადგილე ხო ვიყავი შენ გახსოვს შეგელიაზოს და მე ფუძურაშვილის ვიჯექი და უყურებდი ამას მასალებს ისეთი რაღაცები შეიძლება დავდო რომ გული გაგისკდებათ ახლა იმაზე ადამიანს ხო არ შეაფასე კი ბატონო ამიტომ ეს არ შეიძლება მე კი ამ წკინს უბრალოდ თქვენი დამაზიანებელია არ შეიძლება როცა ადამიანს ასეთ არა იუმორს ცდები და რაღაცებს გადაულა მე ხა ფიქრობდი რომ ეს ტიპები ვინც იჯდნენ და ეგეთი რაღაცეებით რეკავდნენ ან ზოგი ნასვამი იყო ზოგი გასართობად რეკავდა აი მეც ეგ მგონია ბატონო გია ვიდრე ნუ ეხა არ ვინდა რომ დავიჯერო ეგ იყო მართლა რა და დავიცი მოდი და შეცოლოთ მიდი გიბრძანე არ ვიცი რატო გეკითხება გიბრძანე ბრძაიგი ჩემ მეგობარს ჰობოი საკრავინო კიდე ხო არის სადუშოა რა შუაში გავიარეთ გავიარეთ ვარა მე ვთქვი რამე მუსიკას და ხო რა შემდეგი დიმა გიბრძანებ ბიჭო არა სულ ისეთ კითხვები რომელზეც უკვე ვისაუბრეთ მაშინ ადიოს ნუ იქ აიდი ბარაძეა კიდე რაღაცეები და გავიარეთ ახლა არ ვიცი აიდი ბარაძეს ვეთქვი აიღო ბატონო დავითო და არ ვიცი ხა ეგ რო დიდ რუსეთშია გადაყვეცილი და აიდი ბარაძე არ ერთი ძალიან სასაცილო მომენტი რა გავიმეორებ ამას როგორც იქ იყო მე თვითონ შოკში ვარ მომენტს რომ უყურებ თუ ზეზე ხა დათო და აი ხა ეს მართლა ლაილაის შესაბამო გია მეუბნება ის მაგ არის პატარა და ფრთხილი ხა ნუ ვისაც შეუძლია მოძებნოს ეს ის ეგნარახი მეთქი დათო მოიცა რასთან შედარებით პატარა ამ ფრთხილი რატო შენ არ იცი დათო გია შენ ახლა არ იცი ის პატარა თუ არ არის და ფრთხილი აიდი ბარაჩი როგორ ჩაეტერა ხა ამის მერე რაზეა საუბარი რა უნდა გავაკეთო ახლა ნუ როგორ გავაფრავო ახლაად როგორ და მოიგერიო ხო ნუ რა რაზეა საუბარი ვერც იმის დაგვწილის იმათაც ვერ გამოტყული არა ხო ახლა ნუ პატარა და წელი იქნება თუ ჩაეტია იქ ხა არა აი ეს შეიძლება ეს რეკავდეს ერთ-ერთ რუდოს შენ არა გაიხურო ის შეცვლა შეუძლია ეს ხო ვისაუბრე იმაზე აი რომელი ფეხბურთელი იქნებოდი წინა ცხოვრებაში ან მომდევნოში აი მულტფილმია ვთქვათ არა სურვილი ვთქვათ აი რომელი ფეხბურთელი შეგინდა რომელი ფეხბურთელი სამგანოს ვიკადაგე წარსულში და შემდეგშიო კაი რომელი ფეხბურთელი ნაკრებში ითამაშებდა და რომელი ფეხბურთელი იქნება მე თვითონ თუ ვითამაშებდი გეტყვი და ვარი კი გასათიენ დაგლიჯავდი ყველაფერს მალოთ და კითხვა გინდა უიქით რა ადგილს თამაშობდი ისე შემტევი ნახევარწვერი კი მაგასაც გეტყვი ნიზლავზე თამაშობდი ძაღშერად ფეხბურთს რა აი დიდუბაში ქონდა მოედანი კოტარია კედია ჩვენი ახლა ჩემი კურსელია ოტარიაც სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი ის არის მაღალჩინოსანი და თამაშობდი ხო ოტარის ეზოში თამაშობდი ხოლმე და ერთხელ რა მოხდა იცი 9-9 არის და მაცალი და ცხოვრებული რამოსი ხედელზე შტანგები იყო ხის აი ეს შტანგები მე დავარტყა პენალია რა ჩვენი და 9-9 არა 9-9 არა ბოლშე ვარ ერთი ბურთი
ყველა წამოვედით, ბიჭო, გამოგხადა დაარტყა ეს ბურთი, აი, სანგა აისყრით და ჩვენ გარში გავიდა. წაგეთან. არა, მე მიყვარდა თქმა, რომ თამაშობდი, დაცვაშიც ვითამაშე, ნახევარდაცვაში, აი უნივერსალობა მე. კარში? კარშიც ვიდე კი, მე ვარ ძალიან კარგი მეკარე სხვათაშორის. ბიზაჩები. რა განცხადება. ხელბურთი. არა, ხო, არა, ხელბურთი. მე ვარ მაგარი მეკარე. თეატრალურში ხელბურთი? მოამბებ გადამიღო დაჟე, ხელბურთს ამთამაშობდი, მაგრამ დეჩები მიყვანა რეზო ჩანდორია, რეზო თამაშობს ჩვენ რეზო ჩანდორია, ყიმის შვილი. იქა სერბეთშია სადღაც არის. თო. და წვლის რა, იმის მამა იყო წვლელი რა ბურესტიკის. და მე ბურესტიკს ვეთამაშებოდი სპარინგს. გაიგეთ ჩვენ ახალგაზრდა. ხელბურთი? ხელბურთის სპარინგს ვეთამაშებოდით ფეხბურთს. ფეხბურთს. ხელბურთელები ძალიან ბევრი თამაშობს ფეხბურთს. კარში ვიდით და სანახავად მოდიოდნენ. გოლს ვერ მეტანდნენ რა. მაღლა? და შაკიკი დამემართა. ეს ორი გიჟი მეკარე მიჟის, ესე იგი, ძმა, ვაქვე. და დააფასე. შაკიკი დაგემართა? ხო და მე იმის მერე აღარ მისულა რო ყვე. და ბოტასები მომპარეს მახსოვს. უი, მეცხრე კლასში ვიყავი მაშინ. ხო და რა მეყვარდა, იცი რომ ყიფიანს პლუს ჩივაძე პლუს კროიფი პლუს ბეკენბაუერი გავხოთ 4-ზე მეთქი ვარ. აი ისიც მინდოდა, ისიც მინდოდა. ახალკი დაასახელე ისე. არა, ნუ კლასიკოსები. არა, თვითონ საშა კაცო რო თამაშობდა ეგეთი საშა. აიო. სუპერ ვარსკვლავი. სტადიონზე ემოციური იყავით. აი, ყურების დროს. პატარა მე როცა და გრიშა ნიკოლაიშვილი ვზივართ, 5-1 რომ მოგვიგო კეოსდიმან, გახსოვს? ორი წელს ვაგებთ რა და მაშინ გაიტანა საშა ვერტიკული ცენტრიდან და გავიდა მოედნიდან დატოვა. ხო და გამიშვით მე ცოტა ნასვამი ვიყავი, ახლა გამიშვით. ერთ გოლს მაინც გავიდა 15 წუთი მათამაშოთ. მეორე იოროზე ტრიბუნაზე ვიჯექ, გრიშა მალე გაჩერდი ბიჭო. აი ხლა ეგრე ის იყო. მე ნათამაშებმა საშას სხვა შორის. კაცმარიცი. აკრების სულად რომ დაინიშნა. თორე წავაგეთ თამაში თბილისში იმასთან. პირველი თამაში მოლდოვასთან წავაგეთ, ხო? მაშინ საშა არ იყო. არა, საშას დროს რაღაცა თამაში წავაგეთ და მე რაღაცა ალიოში რაღაცა კრიტიკული რაღაცა ინგლისთან ვინ არისო ბავშვი? დიმა ინგლისთან რო ატყდა ამბავი. მე მგონი ხო და ეს ვინ არისო რა? ხო და ხო იცი რა იკითხა? ფუტბოლს თამაშობს? აი ხო ის მაგის კრიტერიუმი აქვს და ნუ ეხა უთხესო თამაშობს რა? ეხა თამაშო, ეხა საშნაჩივაზე რო იკითხავს, მე თამაშობ რა თამაშობდი განათყურების დიდუბეში მუშტენში მოვიდა. მოვიდა. აი ჩივა რა ვითხრა და ითამაშა თვითონაც ესეთი მაგრამ უკან დადგა მინიში ხო იცი რა გაანაწი რა ძალიან მაგარი იყო დამბუცკლა რა ისტორია და ბარა ჯერი შოტლანდიასთან აი ადამა ვიწყებს მაგას რო შეეშალა და იმ ჯორდანოვი პირველ რო გაიტანა წინადღეს პაპში ნაჩხუბარმა და იმდენი ჭიჩალი ჩატიმა რომ იქით გაიტანა რა აი ეს სული ხო გვაქვს ეს გასახდელში რო შევიდა და უთხრა 76 წელია და დინამო არის მეორე სართულზე ბათუმში დელფინარიუმთან როგორ დაეთქვა ახლა იქ დინამო აქ მე-16-ზე მაშინ ჩაუყარე ეტყობა საფუძველი მე მამაჩები დედაჩები ჩემი და ვარ მე-4-ზე რა აი დაუждებოდი ხოლმე ნოდარს რა ახალკაც გვერდზე და მამაჩები ეგრევე დინამოში რა გიყვანოს ხო მე ბრაზობდი ხოლმე და ვახტანგ გორიძე ძალიან მაგარი იყო მაშინ და მე თამაშობდი კარგი ბლოკს დამქონდა ხო და ერთხელ ხელში ამიყვანა რაღაც ესეთ ბავშვი ვიყავი მაშინ რა თქვა საშაზე ნოდარმა ეს მახსოვს და დათო წასულია იმაში ლობანოვსკის საყვანელი იმაზე ოლიმპიადაზე მესამე ადგილი ვავიღეთ გახსოვს SSR-მა კი და გაგრას ამ ზბორებიდან გაფრინდნენ დონეცკში 2-0 მოიგეს და მე რუსანაც მოუგეს გახდნენ დასპრობელები აი ეს მორია რა ხო ჩელევაძეზე მოყვები კიდე მაგრამ რაღაცას ჩელეზე ხო და რატო არა თამაშებო რა საშაზე ეკითხება ჯერო სუსტი ბრძოლები აქვს ეს ჩემი ხურით მაგარ ხო ეს ფიზიკა უნდა იყოს და როგორ ჩამდა იცი დინამო ესე იგი ერთხელ ჩელევაძეს ბიძა ყავდა როგორც მახსოვს კაი შეძლებული ადამიანი იყო და გამოუგზავნა პრომატეს საჭველები რაღაცები და დინამოს სუბხარჯო თუ რაღაც შეხვდა ჩვენ ვინც ვიყავით იქ აბონემენტები ხო და არგენტინული ხორცი ჩამოსდიოდეთ როგორც მახსოვს და დრება რა ხორცი რო დრება ხო ლუკმის დროს ხო და ეხლა როგორ ავარჯიშებდა გრეხეთი მოს ათამაშებდა დინამოს მაშინ იყო კორტები სტადიონის გვერდზე გრეხეთ მოლი რა არის რო ფეხით თამაშობ ჩოგბურთს ხო და მე მგონი ებრალიძე და თუ არ მეშლება ეხლა ბატონი რევაზე აქ ერთხარეს არიან და იქეთ ეს
კაკაც მოლშემეშია თუ რაღაცა და ავტობუსი აუწია ჩელეს. ახალ მოკვდარია ერევანში რომ აცილა წარიელკარს ის ხო და ეხლა რა ქნა რა მიარტყას ხარი დავი ხელი რა ვიცი რაც უნდა ის მიარტყას გადააგდოს ხო ბურთი აბა ბიჭო მაგრატელა იშალიჩა ხლეცა ეს ფეხი და ბურთი გადააფრინდა კორტეს ვაში და ჯელე რა კაცი ეს ფაქტია გეუბნები რაღაცა დაყვებოდა ამ კაცს ეგეთი სასწაული და პენალს როგორ ურტყავდა მარტო აბა შედევრი სოფლოში ეგეთი რამე არ მინახია რაღაცა ხომ მოყოლე ნოვიკოვი უკარო დაბრუნდა და რო აიღო გადახტა ტიპი და უკან მოვიდა და დააჭირა ხელი ბურთს აი და წინასწარ აღნიშნავდიო გოლი არ ქონდა გადაელი წინასწარ და ისა კორპუსით რო ფარავდა იქ რო აზლიებდნენ და სკიტკელი რაზაევმა და მაგარო ერთი პერიოდი რა პასებს აკეთებდა შეიძლება რომ მოვიყვანო სხვა შოზე არ გამოვიდა ეგ ხელკონდა და იქ არის და მაგრად ხვება მერევრის შედევრია ის წინასწარ აღნიშნე გოლიო გაურბოდიო და დიმა აღარ არის კითხვები ბიჭო არის მაგრამ იცი რა არ სვავ რა ისეთი კითხვებია რომ დავაი მეტი თუ გეშინე აი რაღაცა თვითონ ბატონი გია იტყვის ახლა უარს ნახე კრემბაინში ხო გითხარი ერთზე გავატაროთ მეთქი ხო რა შენ წაიგეთ რავი არ მგონია რატო ნუ დააბრუნო გადაცემა პირობას გადლევთ ერთ-ერთ ყურებად ლაივი ამაზე ვილაპარაკეთ რომ კაც შეიძლება მონეტიზაციაზე გადასულიყო და არ თქვა გავცეთ პასუხი ვაპირებ გადაცემის დაბრუნებას ხომ დათოს გარეშე ჩემი პარტნიორი იქნება ბატონი ნუგზარ ვარნიშვილი გადაწყვეტილია უკვე ეს და იქ ნახოთ ერთი როგორ როდიდან ბატონი გია არ ვიცი ზუსტად არ ვიცი იგეგმება ფაქტია როცა ხასიათზე ვიქნებ და სურვილი მექნება მაშინ. აჰა. მაგარია. პირველად ხდება ისე რომ მე ჩემ თამაშს უღალატე, მე იდეის ავტორი ვარ, იცი თქვენ ჩამოღჭობა და თამაშობდით ხოლმე, მაგრამ დღეს უღალატეთ იმიტომ რომ გვაქვს საოცარი კალათბურთის მოედანი. დიმა, ვინ გვაჩუქა კალათბურთის მოედანი? Maketo Games არის სტარტაპია, ეგეთი ბიჭები, აი ძალიან ხარისხიანი ესეც სამაგიდო თამაშები ჩამოაქვს. პერკე, Maketo. ეს გვაჩუქეს, მე უბრალოდ უნდა შევეძინა, რომ ჩემთვის კონდო რომ გართობილიყავი რა. ჯიგრები არიან. ბიჭებმა გაჩუქეს წარმატებებს გისურვებთ ნახდათ და დღეს დებიუტი შედგება ლაილაიში. ლაილაიში კრისტალ ბეტს. ერთხელ არ გამომიცხადებია სუფთად ყოველთვის ბიჭო შუაში აი რაღაცა უნდა ჩართოს. კრისტალ ბეტ ეროვნული ლიგის თამაშები. ასე რომ მე და დიმა დაუპირისპირდებით ერთმანეთს და ბატონი გია თან გვიმსაჯებს და კომენტირებასაც გავუკეთებთ. ფეხზე დგომითო და რავი, ჯერ ახლა გადავაწყობ თამას, დავალავებ და დავბრძანდით. მაშასე, როგორ შეგვირდით კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი საკალათბურთო არენადან შვენიერი პარკეტი, შვენიერი ფარები. მე და ნოდარი თამაშობ, წესები მარტივია, აი აქედან ისვრი. გაჩვენდი ერთმანეთს დამამთავრებინე ხალხსოყები რაღაცა. ჩაგდებულ ბურთზე აი ამ უდებ მეტოქეს, რომ იმან კარგად ვერ დააგდოს ბურთი. რამდენსაც ჩააგდებ? თუ ხუთივე გადავიყვანე ბატონოგია, მე მოვიგე. თუ იმან გადავიყვანე. აბა აქიდან ვერ ჩააგდებ, ამაზე რა დაარსა. წირს. იქ მიმართულებას რო იცით. დაიწყე მიდი ჯანდაბაში. დავიწყეთ. მონეტა უნდა აგდება, მაგრამ არა, პატარა იწებს დებულებაში პატარა რითი დასაკით თუ გონები. სიმღერა არსებობს, პატარა. დავიწყეთ. მე ვარ ჩიკაგო ბულსი, ეს არის ნამოხვანი ბულსი. რა არის? არა, ნამოხვანი ჩემს სოფელზე და. სან ანტონიო შავი. კაი, ჯანდაბას. ჩემს სოფელზე. შენ ხარ შავი სან ანტონიო. მე ვარ შავი პანტერა. დაიწყე სან ანტონიო. ბატონმა გემ. დადი. დადე, მე მაინც არ შემეშლება ხელი. სადადებ არა აქ მნიშვნელობა. არა. არა, სად ცუდად გილას უნდა დაუდო, რომ ვერ დაახერხო. 1-0-ს ვიგებ. კიდე ჩააგდო ბიჭო? კი. 2-1. მოიცა ეს ჩემ მოედანზე არ უნდა დავდო? თუ შენთან. ხო, კაი, ხო, დიახანაკი. მიდი. 2-1-ს ვიგებ. 3 დაამუღავა ხება. ბიჭო, მე მაგრამ სად დადოს არის ის გავისტარი, გაუნათლებელია. ხო, კი გეტყობა. ისეთ ადგილებზე მიდეს რომ არა, რატო შენ რატო უწევ, კაცო? არა, მე თვითონ ჩემ თავს შეხოდე. ბიჭო, ჩემთან უნდა დავდო, იცი რატო ბარი. ვაიმე, ეხა ბიჭო, წესები ახსენი, ტიპა მოუწერა ადამიანს. შენი ჩავაგდე. 4-2. 4-2. აი, კინტავის. ვაიმე. აი, ეგ ბატონო გია, წითელი ბარათი და ერთი ბურთის სროლა გამოტოვოს. ახე ეს როგორ ჩაერია? ხელი არა. და ბატონო გია, ერთი ბურთის სროლა გამოტოვოს რა, ერთი სროლა კი გამოტოვოს. ბატონო. არ შეგიძლია. მე უეჭველი მოვიგებ. ერთი მოიწე, გამოტოვოს. ვინ გასავლა ეგ? არი მოხსნელი. გადი თქო. მოიცადე. აჰა, ამას მოარტყა, ნახე რა უნიჭო.
ჩემ 4-3-ს ვიგებთ. მე წვდალის ფუნქციას ხო რა თქმა უნდა, ეხლა სად დაარტყავს ო ინტერესებს უბრალოდ. წვდალის ფუნქციას ხო შემიძლია? იმის იგი. წუწესვენება. აჰა. გარი, ბარე, გარე. კარგია. კარგი, ისმენ ბატონია. ტაჯიკი. დროზე რა ძმაო რა არის ვერ გავიგე ეს. მაგრამ მანდ ვერა ეგ დეს. ოკეი. მიდი. ეხლა აი წააგებ. ვერ ატყავს ვერა გია. ვაიმე გაათანა ბრა. აუ გააკინკლადის მაისტური მი. ძმაო, სად დაარტყავ ერთი მომენტი. არა, ჩვენ თავიდა. არა. გამიგდებს. სულ თამაში ბორჩა. ნოდარმა წააგო, დიმიტრი მოიგო. ჩიკაგო, სან ანტონიო, კოპანდო, პრაქტიკა, ტექნიკა, აჟიტირება, არ არის საწირო. არც მსვლელმა არ გიშველა. რომელიც მსვლელი იქნება. მაგარი რჩევა მომწონს. გრეგ პოპოვიჩმა ვერ გიშველა. რა, მაგარი რჩევა მომწა, აი ეგ უნდა დამე. მაგ ვერ დაარტყავდი ნოდარ, იმიტომ რომ შენ დაალაგე ისე რომ აი ეს დამიტოვე ჩასაგდები რო იცოდე რა, აი ეს უნდა დაგეფარა, უნიჭორო ხარ. მოგინიშნა. მოუნიშნა კაცმა გაჩვენა და სურვილი გაგაცაგებული. მე და გია გავივლით მაგ სურვილს, რა გვინდა და შეგასრულებინებთ. არა, დღეს არა, რა შემდეგში. შემდეგში დღეს აგორ კაცო, შემდეგში გია მოიფიქრე კარგად ძალიან გთხოვ სურვილი. პერსონაჟის გარეშე, ვთქვით. აი ეს რო იტყვის, იმას ხალი არ გაუვაცმაო და შეასრულებს ყველა ვარიანტში. გია ასათიანი იყო ჩვენ დღევანდელი გადაცემის თუ, მაგრამ გია მე მგონია რომ მე ძალიან ვისიამოვნე პირდაპირ გეუბნები. და მეცაც ვიტყვი. ძალიან დიდი მადლობა და საჩუქარი. რისი მოლოდინიც მქონდა, ზუსტად ისე მოხდა გულწრფელად. როგორი გულწრფელი ადამიანიც ხართ, რა მოლოდინებიც მქონდა, ისეთი გადაცემა იყო გულწრფელად გეუბნები და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ბიჭებს დიდი მადლობა ვაკეტო გეიმს. მართლა გავერთეთ ძალიან. რა თქმა უნდა, ისე არ გაუშვათ ბატონ გიას რომ სტუმრის დაფაზე, ჩვენს ისტორიულ დაფაზე ხელი არ მოვაწერინო. შეივსო ნელ-ნელა და ახალს მალე ველოდებით თქვენ გარკვე. დაჭიმა. აუ ეს რა იცის ეხლა, აი ბატონო. აბა, სადაც ვაგროვებთ რა. არის როლო, დიმა, არის როლო. всё, დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ჩვენი დაფა ნელ-ნელა ივსება ჩვენი სტუმრების ავტოგრაფებით და ჩვენ ამით გემშვიდობებით. უღრმესი მადლობა, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, გულები დაგვიწერეთ და შევუბეროთ ერთად და ესე ვეცდებით რომ სულ პოზიტიურ განწყობაზე ვიყოთ თქვენთან ერთად. აბა ჰე და აბა ხო, კარგად.